თბილისობა 2010 თბილისი განახლებული გორგასლის მოედნით შეხვდა. იქ სადაც მეტეხის ხიდი, შარდენისა და ლესელეძის ქუჩებს უერთდება, შენობებს ისტორიული სახე დაუბრუნეს. ამბობენ ახალი მოედანი ელიტარულ შარდენის, ბამბისიგისა და ერეკლეს ქუჩის პოტენციური კონკურენტია. ძველი თბილისი ქრონიკის ობიექტივში 5 კულტურის სინთეზი და გორგასლის განახლებული მოედანი, სადაც მანქანებით გადაადგილება შეიზღუდება და ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკები მოეწყობა. სალომე კაცრაძე მაიერად კონთვის კალაუბრის აღმართი და ახლა მოგიყვებათ რა შეიცვალა გორგასლის მოედანზე. რელიგიის თავშეყრის ადგილი და საერთაშორისო ურთიერთობების ეპიცენტრი საქართველოში. ძველი თბილისი ძველ იერსახეს 21 საუკუნეში წინარჩუნებს. ამჯერად რეკონსტრუქცია გორგასლის მოედანს ჩაუტარდა. ათეულობით წლის წინ თბილისში თათრის მეიდანი რომ გეკითხათ, ყველა მიგასწავლიდათ მისამართს. შარდენის ქუჩასთან ადრე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოედანი იყო. აქამდე ამ მოედანს ავტომობილების გადატვირთული მოძრაობის გამო ბევრი ვერ ამჩნევდა. დღეს კი გორგასლის მოედანი აღდგენილია. აქ რაც კი იყო ამ მოედანზე ღირებული, ფაქტიურად ყველაფერი შენარჩუნებულია. უბრალოდ ცხოვრება კარნახობს, რომ რაღაცის განახლება მოხდეს. აი თუნდაც ეს საფეხურები წლების წინ ასეთივე წყობით მიედინებოდნენ ზემოდან ქვემოთ, რაც ფეხით მოსიარულეებს უადვილებდა გადაადგილებას. საფეხურებთან ერთად აღდგა ძველი აგურის კედელიც, სადაც წყვეტილი ადგილიდან სხვადასხვა ობიექტამდე მისასვლელი გაკეთდა. როგორც მოქალაქეებისთვის, დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ისე სტუმრებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის არის შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომ მათ მიიღონ ყველანაირი სიამოვნება დედაქალაქის თმობით, ყველა ღირსშესანიშნაობა ნახონ რა დედაქალაქშია და ყველაზე ლამაზი უბანი, მთაწმინდა, ძველი უბანი არ იყალა, ისე გაიარა, რომ მანქანა მათ ხელში არ შეუშალოს ხლიერ. გორგასლის მოედანზე მისულები ნახავთ ტოლერანტობის სიმბოლოს, საიათნოვას ქნარს, თუმცა ტოლერანტობასთან მთელი მოედანი ასოცირდება. მეჩეთი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, სომხური ეკლესია. გორგასლის მოედანი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა რელიგიების თავშეყრის ადგილი იყო. თავად საიათნოვა ამ მოედანთან ახლოს სომხური ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. თათრის მეედანს კიდე ესე ეწოდება. დღესაც ესე ვეძახით ძველი ხალხი. და ახლა უკვე გაიმართა ხიდზე რო გადადივართ ევროპის მეედანზე ერქვა. ეს ყველაფერი გადახალისებულია და უფრო სასიხალო სასიკეთო გახდა. ეს არის ნამდვილი თბილისი. ჩემის აზრით ეს არის ტოლერანტების ბუდე, იმიტომ რომ მაგალითად ამ უბანში მინიმუმ 5 ენაზე ლაპარაკობს ყველა. დღეს მოედანზე ბოლო დეტალებს აზუსტებდნენ. ხვალიდან კი ამ ადგილზე ფეხით მოსიარულეებს გასეირნება თავისუფლად შეეძლებათ.